იყო სერიოზული კითხვები საკუთარ თავთან, რომ მე შეცდომა ხომ არ ვარ. იმ ადამიანს არანაირი ტიპის სურვილი არ აქვს, რომ ჩემთან რაიმე ტიპის ურთიერთობა გქონდეს. მუშაობდი, არ ვიცი, მე შეზლონგეთ, ჯარც ვაბარებდი უკვე უნივერსიტეტის პერიოდში. ვალაგებდი სადარბაზოებსაც. არ დაგიმალავ. 3 დღით ადრე ვიცოდი, რომ პროექტს დავტოვებ. შეროზია იყო, პაპავა იყო, ასე შემდეგ. ერთი კონკრეტული მონაწილის მენტორები. მე პროექტს რომ მოვიგმე, კონკურენტი პროექტში არ მყავდა. სრული ამპარტავნობის გარეშე ვიწევ. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ დაფნეს პოდკასტს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს დაფნე პოდკასტ არეაში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პოდკასტი ან ნებისმიერი პროფესიონალური ტიპის ვიდეო, ასე რომ თუ გინდა რომ შექმნა კარგი ხარისხის კონტენტი, გელოდებით ჩვენ სივრცეში. დღეს ჩემთან სტუმრად არის ადამიანი, რომელსაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს ემოციური თვალსაზრისით გავლილი და საკმაოდ ადრე მოუწია თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმა. ფსიქოლოგი, მსახიობი და პროექტ ჰაუსის მონაწილე ნიკოლოზ ლორია, იგივე ლორენცო. გამარჯობა, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ მომიწვიე და ძალიან დიდი მადლობა ერთი სული მაქვს, როდის დაიწყებ საინტერესო კითხვებს, იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან საინტერესო კითხვებს ვსვავ, ასე რომ დღეს მინდა რომ ვისაუბროთ შენ სიმხარეზე, რომელიც ეკრანს მიღმა საერთოდ არ ჩანს. და მოდი დავიწყოთ ბავშვობით. როგორი ბავშვი იყო ლორენცო? ლორენცო იყო ძალიან თავისებური ბავშვი, თავისებური რაღაც სამყარო ჰქონდა და ინტროვერტი ვიყავი. როდის გაიაზრე პირველად, რომ შენს თანატოლებთან შედარებით ცოტათი უფრო რთული ცხოვრების გზა გელოდა? ეს ყველაფერი გავიაზრე დაახლოებით 9-10 წლის ასაკში, როდესაც სტრესულ სიტუაციებში საკუთარი თავის გადარჩენა მომიწია რამოდენიმეჯერ სრულიად მარტოს. 13 წლამდე არ იცოდი, ვინ იყო მამაშენი. რა იგრძენი მასთან პირველი შეხვედრისას და რა შეიცვალა შენში? ხო, 12 წლამდე არ ვიცოდი, 13 წლამდე მამაჩემი ვინ იყო. საბერძნეთში მივდიოდით და მჭირდებოდა მამის მინდობილობა. პირველად, როდესაც ნახე, მითხრა რომ მამა შენი ვარ, პირველი რეაქცია ეს მქონდა, რომ აქამდე სად იყავი. მე აგრესია რა თქმა უნდა ჩამომიყალიბდა, იმიტომ რომ აგრესიასაც ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს, უბრალოდ უსამართლობის განცდა, როდესაც რაღაც შვილი გყავს, უნდა ფიქრობდე იმას, რომ სრულიად დამოუკიდებლად, როდესაც იზრდება მით უმეტეს ბიჭი და უწევს რთული ცხოვრების გავლა, იმიტომ რომ იქ იყო ფინანსური პრობლემები, ასე შემდეგ ეს ის უამრავი ტიპის რაღაცა, რა ტიპის გამოცდილებასაც ჩვენ არ ვიცი, ბიჭები გავდივართ. როდესაც წამოვიზარდე, მე იყო სერიოზული კითხვები საკუთარ თავთან, რომ მე შეცდომა ხომ არ ვარ. იმ ადამიანს არანაირი ტიპის სურვილი არ აქვს, რომ ჩემთან რაიმე ტიპის ურთიერთობა გქონდეს, რაღაც მამაშვილური, მეგობრული ასე შემდეგ. თუმცა ყოფილა რაღაცა 1-2 მაგრამ ეს ყველაფერიც არ ვიცი, ჯამში ალბათ 3-ჯერ ამყავს მამაჩემი ნანახი და ერთხელ ინტერნეტით, სოციალური ქსელით ველაპარაკე, ეგ იყო და ეგ. ყველაზე მძაფრად რა მომენტში გრძნობდი ხოლმე, რომ მამა არ ყავდა გვერდით? სტრესულ სიტუაციებში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხულიგანი ვიყავი, სულ რაღაცებს ვაფუჭებდი, შესაბამისად კონფლიქტურ სიტუაციებში ხშირად ვარდებოდი. ბიჭობის პერიოდი, სადაც პასუხისმგებლობების განაწილება მოხდებოდა, ყველაფერი მე ასე თუ ისე გადავახტი ამ იმას და ადრეულ ასაკშივე მე თვითონ მომიწია, რომ სრულიად პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე. ვიცოდი, რომ მამაჩემი რაღაცას ვერ დამიჯდებოდა, რჩევებს ვერ მომცემდა, არ მექნებოდა ის, რომ შვილო ესია სწორე, როდესაც მამა ყავს, უბრალოდ რაღაცებს თავს არ იდებ, მიხდი? კონკრეტულ რაღაცა პრობლემებს, კონფლიქტურ სიტუაციებს, იმიტომ რომ რჩევაც გაძლევს, იმიტომ რომ მისთვის არ ვიცი, შენ მნიშვნელოვანი ხარ და შენთვის მამა ავტორიტეტი არის, ხო? ყველა ბიჭისთვის მით უმეტეს მამა ავტორიტეტი არის. ხო, აი გარ მქონია მე და შესაბამისად ბევრ რაღაცას ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ძალიან რთულად გავდიოდი. როგორ ფიქრობ ისე უმამოდ გაზრდილი ბიჭები უკეთესი მამები არიან? იცი რა არის, ფსიქოლოგიურად თუ მიუდგებით ამ ყველაფერს, გააჩნია, ვინც უმამოდ იზრდება, ბიჭი რომ ჩამოყალიბდეს კაცად, ამის ალბათობა ძალიან დაბალი არის ხოლმე. თუ რაღაცა ცხოვრებისეული მძიმე გამოცდილება გაიარა და აუცილებლად უწევს, რომ ეს ყველაფერი გაიაროს, შემდეგ აკეთებს არჩევანს. ან ცხოვრებაზე ხელი უნდა ჩაიქნიოს და მიყვეს ალკოჰოლი, ასე შემდეგ, ნარკოტიკული საშუალებები და რატო ღმერთო, როგორ, რატომ ხდება ჩემს ცხოვრებაში ყველანაირი ტიპის უბედურება, თუ შედგე მამაკაცად და უბრალოდ იმ ყველაფერს თვალი გავუსარო, რაც გულისხმობს იმას, რომ ღმერთმა ჩამაყენა ამ ვითარებაში, ღმერთმა მომცა ეს ვითარება, ხო? ანუ რაღაც უნდა ვისწავლო ახალი, რაღაც ახალი აქცია სიძლიერე. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ეგა ყველა ძლიერი ადამიანის უკან არის რთული ცხოვრებისეული გამოცდილება, უბრალოდ გადაწყვეტილება, არჩევანი, რომ მე მინდა უფრო ძლიერი გავხდე.
მქონია ეგ მომენტი, რომ აი ღმერთო რატომ მეთქი. ყველაფერს მარტივად იღებს, ან მე ყველაფრისთვის ბრძოლა მიწევს, მე ხდი ბავშვობიდან. მე ბავშვობაში მინდოდა რომ ძლიერი ყოფილიყავი და ღმერთს ვეუბნებოდი რომ მე მინდა ძლიერი ვიყო. აი 24 წლის ასაკში უკვე რომ დავფიქრდი, რამდენი რამის გადალახვა მომიწია სრულად მარტოს, მე მადლობა გადავუხადე პირიქით ღმერთს, იმიტომ რომ ამ ყველაფერმა მე მაქცია ისეთად როგორიც დღეს ვარ. თუნდაც მნიშვნელობა არ აქვს ჩემ წინააღმდეგ რამდენი ადამიანი არ უნდა წამოვიდეს, ვერ გამტეხა აზრი არ აქვს. ეგ ყველაფერი ჰაუში ეგრე იყო, ცხოვრებაში ეგრე არის ჩემთან, შესაბამისად ეგ არის. ჩემთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და თუ არ ვიბრძვი, ცხოვრება უბრალოდ უინტერესო არის. ამ ყველაფერმა. დიდი პატივისცემა შენ. ძალიან დიდი მადლობა. წარმოდგენილი გაქვს როგორი მამა იქნები? მე გოგოს რა თქმა უნდა გავზრდი ისე როგორც პრინცესას, მაგრამ ბიჭების მიმართ ძალიან მომთხოვნი ვიქნები, იმიტომ რომ აუცილებელი არის რთული ცხოვრება გაიაროს ბიჭმა. დღეს მე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებით ცხოვრებაში რასაც არ უნდა მივახციო, რა ტიპის ქონებაც არ უნდა მქონდეს. ასე შემდეგ, ჩემ შულს არ გავათამამებ. 18 წლიდან ბიჭებს ვეთქვი რომ ჰაიდა, გარეთ გადით, ნახეთ როგორია სამყარო. ან სამყარო ვარდისფერი არ არის, მიხდი? შეიგრძენი სამყაროს ბნელი მხარე. რა ტიპის პრობლემები შეიძლება გადაგხდეს ასე შემდეგ? მოგხდეს ხელი, აუცილებელი არის. შენც უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ რაღაცა დაიჩაგრე შემდეგ, რაღაცა ბრძოლის უნარიანობა გამოგიმუშავდეს და გაძლიერდე. ისწავლო საზოგადოებასთან როგორი ურთიერთო და შეიგრძნო ცხოვრების dark side, რომელიც აუცილებელია რომ ყველამ იცოდეს. ჩვენ როდესაც საუბრობდით, შენ ასეთი რაღაც თქვი, რომ ჩემ შვილებს სკოლასა და ბაღში არ შევიყვანო. კი. დღევანდელ დროში, როდესაც ტექნოლოგიური განვითარების პიკში ვარ, მამის დღეს შესაძლებელი არის უბრალოდ YouTube-ზე შეხვიდე და ის ინფორმაცია, რაც შენ უნდა გასწავლონ 4 წელიწადში, მიიღო ერთ თვეში. ეხლა ცოტა რადიკალურად განსხვავებულ თემაზე ვიწყებთ საუბარს, რა მიმართულებითაც ეხლა მე საუბარს წავიყვან, მაგრამ წარმოიდგინე განათლების სისტემა ერთი და იგივე არის წლების განმავლობაში. არაფერი არ იცვლება. არაფერი საინტერესო არ არის. მიიღო ის განათლება, რაც საზოგადოებაში 99% იღებს. ანუ შენ რითი ხარ გამორჩეული? რითი ხარ განსაკუთრებული, ხო? ეგ არის. სკოლა და უნივერსიტეტი ეს არის უბრალოდ ქარხანა, რომელიც ამზადებს დაქირავებულ მუშაკებს, რომელიც იმუშავებენ 9 to 5-ისთვის. სკოლაში რაღაცებს რო ვიზუთხავდით ხოლმე, ხო გახსოვს არა? რაღაც ლექსი უნდა ჩააბარო, ასე შემდეგ. ანუ შენ დაქირავებული აზროვნების მქონე ადამიანი იჩიტები ბრჭყალებში რო ვთქვათ, რომელიც შეასრულებს კონკრეტულ სამუშაოს. ხო, მაგაზე მეც მიფიქრია, რომ სკოლა ძალიან გვაჩვევს რაღაც სისტემაში მოქცევას და ვიღაცის მორჩილებას. კი, სკოლას და უნივერსიტეტი, შეფასებები კიდე. ხო, შეფასების სისტემა. შეფასებებისთვის ცხოვრობთ და რეალურ სამყაროში ჩვენ შეფასებას არ უნდა ველოდებოდეთ. ცხოვრებაში რაღაც არ გამოდის, რაღაც თავიდან არ გამოგივა, პირველივე წელზე ველოსიპედი არავის გაუტარებია. აი სკოლა ამას გვაჩვევს, რომ როდესაც შეცდომას დაუშვებ, ან ნიშანი გაკლდება. ან დაბალ შეფასებას გაძლევს მასწავლებელი. ან სიტყვიერად მიგითითებს იმაზე, როგორი უკან ხარ და სხვა ვინც იზეპირებს და იზუთხავს შენზე როგორი წინ არის. ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ვიცით, რომელმაც არ ვიცი, 3-4 დიპლომი აიღო, მაგრამ სამსახური არ აქვს. დამოუკიდებლად თვითონ რო იფიქროს, რომ რამე შექმნას, რამე გააკეთოს, რაღაცა შესთავაზოს საზოგადოებას, ეგ არ შეუძლია. რეალურ ცხოვრებაში, როდესაც პატარა ტიპის პრობლემა შეეჩეხებიან, ვერ მიდიან ცხოვრებაში. იმიტომ რომ რატო? შეფასებებისთვის ცხოვრობენ. ვიღაცამ შეაქოს, ვიღაცამ უთხრას როგორი მაგარი არის. ბავშვობიდან გახსენდება რამე ტრამვა, რაც დღემდე მოყვება და დღემდე ამის გახსენება გულს გდგენს. ყოფილა უამრავჯერ ესეთი რაღაც, როდესაც სიმართლეს მიკარგავდნენ. დაუშვათ 3 ადამიანი ხართ, რაღაცა მოილაპარაკეთ, თქვენ ჩემზე, რომ მოდი ამას ესე გავუკეთოთ, რაღაცა სიბოროტე გავაკეთოთ და ამ ადამიანს უჭირს საკუთარი სიმართლის დამტკიცება, იმიტომ რომ მარტო იყო. მიხდები და თქვენ როდესაც ადამიანს ესე ბლოკი შეუგარით, ეს ადამიანი სიმართლეს ვეღარ ამტკიცებს მე. ხო, ყოფილა ტრამვაა ჩვეულებრივ, ან საზოგადოებაში ყველა იტრამვება. შენი ტრამვები ეს არის შენი შრამები, რომელიც არ ვიცი, სახეზე გაქვს, ხელებზე გაქვს, ხო? ამასთან ერთად მე ვცხოვრობ და კომფორტულად ვარ. ისევე არის ტრამვასთან ურთიერთობა ადამიანისთვის. შენი ყოველი ცხოვრებისეული ნეგატიური გამოცდილებები უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ უფრო გაძლიერდე შენ ცხოვრება შეიცანი. ბავშვობაში რომ შეგეძლოს დაბრუნება, რაიმეს თუ შეცვლიდი? ერთადერთი რასაც შევცვლიდი ეს არის რომ უფრო მეტ შეცდომას დავუშვებდი, უფრო თამამად დავუშვებდი და ძალიან ბევრს არ ვიფიქრებდი რეზულტატზე. ბავშვობაში ჩვენ ხო ეგრე დაგვაპროგრამეს. რომ შეცდომების დაშვება არ შეიძლება, მე ვიღაცა ცუდს გეტყვი შეცდომა დავუშვი. ხო, ეგ მეც მქონია და უბრალოდ მაგას შევცვლიდი რომ უფრო თამამად, უფრო, არ ვიცი, ეს პირდაპირ შევეჩეხებოდი რაღაც ტიპის პრობლემებს და
თუ შეცდომას დაუშვებდი, პრობლემა არ იქნებოდა. უფრო მაგას შევცვლილი. საკმაოდ პატარა ასაკში დაიწყე საკუთარი თანხის გამომუშავება. თუ შეგიძლია გაიხსენო პირველი საქმიანობა, რომელმაც მოგიტანა საკუთარი შემოსავალი და როგორი ემოცია იყო? მუშაობდი, არ ვიცი, მეშეზლონგეთ, მუშაობდი მშენებლობაზე, ხარაჩოზე ვიყავი, არ ვიცი, ჩამოკიდებული. სხვათა შორის H&M-ის შენობა რო არის ახლა თავისუფლებაზე, უკანა მხარე ჩემი აშენებული არის. მართლა? უკანა მხარე კედელი რაცაა, ჩემი აშენებული არის. გლდანის ბარახალკაზე მივდიოდი, ვაზებს ყიდულობდი სამლარში, თუ რაიმე საინტერესო ნიუც ნახავდი, რისი გაყიდვაც შესაძლებელი იქნებოდა ან ინტერნეტში, ამ შრალხიძე, შემდეგ ჩანთაში ესე ავიკიდებდი ხოლმე 20 კილოს. და ფეხით მივდიოდი ხოლმე მშრალხიძე. შემდეგ იქ ვყიდიდი 10 ლარი, 15 ლარს მოუგებდი რაღაცა და ბედნიერი ვიყავ. სანამ დეჩემის ბიზნესი გაკოტრდებოდა, მაღაზიაში მუშაობდი მასთან გამყიდველად და კლიენტთან ურთიერთობა, მარკეტინგი, კომუნიკაცია, ასე შემდეგ ეგ ყველაფერი უკვე კარგად ბრჭყალებში რო თქო დამოღამებული მქონდა. ჯარც ვაბარებდი უკვე უნივერსიტეტის პერიოდში. ვალაგებდი სადარბაზოებსაც. ერთხელ გადავწყვიტე რომ რაღაც ჩემი პირადი ბიზნესი გამეკეთებინა, საიდანაც შემოსავალი მექნებოდა. ნუ ეს უკვე ის პერიოდი არის, როდესაც ფინანსურად გამიჭირდა. წავედი ბაზრობაზე, ვიყიდე 20 ლიტრიანი სადეზინფექციო ხსნარი, სადაც წყალი უნდა გაგევსო და დავდიოდი მოკიდებული ესე. სადარბაზო და ვალაგებდი. ანუ სადეზინფექციო ხსნარს უშვებდი და თითო ოჯახიდან 2 ლარს ვიღებდი, რომ უბრალოდ რაღაცა შემეწამლა ისე, რომ ან კატა არ ამოსულიყო, ან ძაღლი არ ამოსულიყო და ბრჭყალებში რო ვთქვათ არ მოესაქმა. საკმაოდ რთული იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი რამე მომცა ცხოვრებაში, რომ ფარხმალი არ დამეყარა, ფინანსურად უფრო წინ წავსულიყავი, დღეს მე ჩემი ფინანსები მაქვს, ბიზნესი მაქვს, არავიზე არა ვარ დამოკიდებული, დედა ჩემი ემიგრანტი არის და ერთი თეთრი არ აქვს ჩემთვის გამოგზავნილი და როდესაც შემომთავაზა რომ შვილო, მოდი ესე და ესე გამოგიგზავნი, არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელი არის, ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი მაქვს, რატომ უნდა დამეხმარო? როდესაც შემილია ჩემი ტვინით, ჩემი გონებრივი შესაძლებლობებით, ყველაფერი თვითონ გავაკეთე. თუნდაც გოგო რომელიც მომწონდა სხვა მიმართულებით წავიდა, იმიტომ რომ მაინც ფინანსები ძალიან დიდ როლს ასრულებს. იყო პერიოდი, რომ მიწევდა ფიქრი, ქირა როგორ გადავიხადა, იმიტომ რომ ბანკმა ორი ბინა გამიყიდა. წარმოიდგინე როგორი რთული არის. საკუთარ ბინაში ვიხდიდი ქირას. ყველას ქონია ცხოვრებაში ალბათ ისეთი პერიოდი, როდესაც დანებება გვდომებია. კი ბატონო. ალბათ ჩვენს ცხოვრებაშიც იქნებოდა ესეთი პერიოდი. როგორ გადალახე და რა შეგიძლია ურჩიო იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრების ამ ეტაპზეა ახლა? ძალიან საინტერესო კითხვა არის. კი, არაერთხელ მქონია იმის ფიქრი, რომ აი რა აზრი აქვს ამ ყველაფერს. აი რისთვის ვიბრძოლო? აი მარტო როგორ შემიძლია წინააღმდეგობა გაუწიო იმ უსამართლობას, რა ტიპის უსამართლობაშიც მიწევს ცხოვრება. მაგრამ უბრალოდ მეტი არჩევანი არ მქონდა მე ხნე. ანუ ცხოვრებაში მე მეტი ტიპის არჩევანი არ მქონდა. აი ხა რამოდენიმე წლის უკან რო დაუბრუნდე, თუნდაც ბენზინგასამართ სადგურზე, როდესაც მუშაობდი ჩამსხმელ ოპერატორად და 3-4 ღამეს ვათენებდი და 3-4 ღამეში მეძინა 3 საათი, 4 საათი. რომ უნივერსიტეტში ჯიბის ფული მქონოდა არ ვიცი რაღაც ელემენტარული ფეხსაცმელი და დაგლეჯილი ფეხსაცმელებით არ მევლო. ანუ იყო უბსკრულის კიდეზე ვიდექი ესე, ან უნდა გადავარდე, ან რაღაცა ამ უბსკრულთან, როდესაც ესე ვდგავარ, წარმოიდგინე რომ ვიღაცა გაწובה რომ გადახტე, მაგრამ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო და აი როგორც რა აქში არის, რომ ბოლომდე უნდა მიაწვე. ეგრე ვიყავი და ეგრე ვარ ეხლაც. ანუ მეტი არჩევანი არ მქონია. ან უნდა ვიყო წარმატებული, უნდა გამვითარდე. ან ცხოვრებაზე ხელი ჩავაქნიო და ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ უფრო წინ წავალ. ვიცი, ეს ყველაფერი არ ვიცი, გამაძლიერებს. უფრო მენტალურად მონსტრს გამხდის, რაც საშუალებას მომცემს მე რომ ნებისმიერი ტიპის პრობლემას, ქაოსს გავუმკლავდე. ასე რომ ხო, გარდა საკუთარი რწმენისა, ყოველთვის მქონდა ღმერთის რწმენა, რაც არ მაძლევდა დანებების საშუალებას და არ მაძლევს. არის რამე, რაც დღეს გაკლია ცხოვრებაში? კი არის, ანუ ფინანსურად უფრო მინდა რომ უფრო მეტად გავიმჯობესო ჩემი შესაძლებლობები და საერთოდ მე ვფიქრობ ესეთ რაღაცას. მამაკაცი, როდესაც გადაწყვეტილებას იღებს, რომ უკვე ოჯახი შექმნას, გააზრებული უნდა კონდეს, რა ტიპის პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც ფინანსურად მდგრადი არ არის. როდესაც მაღაზიაში საკუთარი შვილი გეტყვის, რომ მამა ეს მიყიდე და შენ უბრალოდ რაღაცა მიზეზებს ეძებ და შინაგანად საკუთარ თავში კონფლიქტი გაქვს იმისი, რომ თავის დროზე ტრაკი არ აწია უკაცრავად და რაღაცებზე არ იზრუნე, შენ ამ ბავშვების მომავალსაც ანგრევ. ეს ერთი. და მეორე. მეუღლესაც მომავალს უნგრევ, იმიტომ რომ მე ესე ვუყურებ, მამაკაცი ურთიერთობაში უნდა იყოს ლიდერი, რომელიც ფინანსურად უფრო მეც გამოიმუშავებს, უფრო მეტად ემოციურად, ფსიქოლოგიურად იქნება მდგრადი და პასუხისმგებლობებს არ გაიქცევა.
რატო ამ ყველაფერს გააკეთებ გაუაზრებლად? დღეს ძალიან ბევრი ვიცით და ძალიან გული მეწვება ხოლმე, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები TikTok-ზე ითხოვენ ხოლმე, რომ აი 3 შვილი მყავს, 8 შვილი მყავს და გეხვეწები დამეხმარეთ. ბავშვებს რატო დაუნგრია მომავალი? რატო არ იფიქრე იმაზე, რომ შენი ცოლი და შენი ამდენი შვილი, როდესაც მრავალშვილიანი ხარ, აღმოჩნდებოდით იმის წინაშე, რომ ელემენტარულად სახში საჭმლის ფული არ აქვს. და ეხლა გამოდიხარ და TikTok-ზე მათხოვრობ, რომ გეხვეწებით ხალხო დამეხმარეთ, რომ ჩემ შვილს რაღაცა უყიდო. ანუ ეს ჩემთვის აი მაგ მდგომარეობაში რომ მოდესმე აღმოჩნდე, იმხელა შინაგანი კონფლიქტი მექნება საკუთარ თავთან. როგორი არაკაცი ვარ, როგორი შეუმდგარი ვარ, როგორი უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ, რომ თავის დროზე ერთი ადგილი არ ავწიე და არ ვიზრონე იმაზე, რომ ფინანსურად წინ წავსულიყავ. ახლა რომ შენთვის პატარა ლორენცოს რამის თქმა შეეძლოს, რას გეტყოდა? Stakeholders. ალბათ მადლობელი იქნებოდა ის პატარა ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში უნდოდა რომ ძლიერი ყოფილიყო, მენტალურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად. დღეს, როდესაც არავის დამინახავდა, ალბათ გაუხარდებოდა, რომ არ გავტყდი. მაშინ, როდესაც ყველანაირი ტიპის პირობა მქონდა, რომ გამტყდარიყავი და ცხოვრებაზე ხელი ჩამექნია. შენ რომ შეგეძლოს ახლა პატარა ლორენცოსთვის რამის თქმა, რას ეტყოდი? ვეტყოდი იმას, რომ სამყარო უსამართლოა, მეგობა, რომ ხელი არ ჩაიქნიო, ყველაფერი მაგრად იქნება. გრძელვადი ამ პერსპექტივაში იქნები ფსიქოლოგი, სადაც მართლა ძალიან ბევრ ადამიანებს დაეხმარები და იქნები მაგალითი, არა მარტო მომოდ გაზრდილი ბიჭებისა, არამედ იმ ბიჭებისა, რომლებსაც არ ვიცი, ინტელექტი აქვთ, განათლება აქვთ და ცხოვრებაში უნდათ რომ წინ წავიდნენ. დღეს ადამიანები გიცნობენ როგორც ფსიქოლოგს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ შენ მსახიობიც ხარ. როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა თეატრთან? ვეძებდი ისეთ პროფესიას, სადაც თავისუფლება მექნებოდა. მაგრამ როდესაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე, პირველივე 3 თვეში მივხვდი, რომ ეს ის ადგილი არ არის, მივხვდი, სადაც მე მინდა ვიყო. მქონდა ყველანაირი ტიპის ნიჭი, მონაცემები, ასე პირველ კურსზე გადაღება არ შეიძლებოდა და 23 რეკლამაში ვიყავი უკვე გადაღებული. მე ველოდი ახლა რომ იტყოდი, რომ ის ადგილი იყო, სადაც მინდოდა რომ ყოფილიყო. არა. მაგრამ თეატრალურმა ძალიან ბევრი რამე, ან სამსახიობო კარიერამ ძალიან ბევრი რამე მასწავლა. მე არა ვარ ის ტიპი, რომელსაც ეტყვი, წადი ესე გადახტი, აქ გადმოხტი, ეს გააკეთე, ის გააკეთე. ანუ მე არანაირი ტიპის პასუხისმგებლობა არ გამაჩნია იმას, რისი გაკეთება მე მინდა. შენ როგორც რეჟისორი, ანუ ჩემი აზრით ფეხებზე კიდია. შენ მეუნები უნდა იყო ეს, უნდა ითამაშო ეს და უნდა გააკეთო ეს, უნდა ახტე, გადმოხტე და მე უნდა იყო ჟირაფი და რაღაც. ანუ ეს მდგომარეობა მე არასოდეს არ მომწონდა. მინდოდა თავისუფლება, მეგონა რომ სამსახიობო სფერო თავისუფლება იქნებოდა ჩემს, მაგრამ ეგრე არ აღმოჩნდა. მე ვარ ის ტიპი, რომელმაც დამოუკიდებლად უნდა შექმნას, მე უნდა ვიყო ლიდერი, რომელიც პასუხისმგებლობას თვითონ აიღებს საკუთარ თავზე ჯერ და მერე ხალხზე. ანუ მე ეგ ტიპი არასოდეს არ ყოფილი. იყო როლი, რომლის თამაშიც ემოციურად ყველაზე მეტად გაგიჭირდა? კი, კლაუდიუსი ვითამაშე, დიქტატორი, რომელიც ყველაფერზე არის ამცვლელი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუნდაც ახლობელი ადამიანების მოკლას ასე შემდეგ. კი, იყო ძალიან რთული იყო. საერთოდ იცი რა არის, როდესაც სამსახიობოზე ვიყავი, method acting-ს მიმართავდი, რაც გულისხმობდა იმას, რომ საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ადამიანი ვარ. კითხვის დროს, როდესაც ჩიტკები იყო, სამსახიობო კითხვები, პერსონაჟს, როდესაც იაზრებ რა ისტორია აქვს, ასე შემდეგ, იმდენად სიღრმეებში ჩავდიოდი, რომ შემდეგ უკვე მივხვდი, ჩემი საქმე სინამდვილეში რა იყო. მსახიობობამ ადამიანების უკეთ ამოცნობა გასწავლა? ფსიქოლოგია უფრო მასალა, თუნდაც ჰაუში ავიღოთ. მე ყოველთვის ვიცოდი, დავუშვათ ფონდოს მაგალითი ავიღოთ. ადამიანი, რომელიც გაჩვენებს საკუთარ თავს ძალიან იდეალურად, ცდილობს მაქსიმალური ყურადღება დაიჭიროს, ცდილობს იყოს ის ტიპი, რომელიც ყველას მოეწონება. ეს ადამიანი ნარცისი არის ხშირ შემთხვევაში. ამ ადამიანს ძალიან ბევრი რაღაცა აქვს დასამალი. ძალიან ბევრ ამას მალავს. რასაც მე პირველ 2 კვირებში ვლაპარაკობდი, კოალიციებზე ასე შემდეგ, ვინ როგორი იქნებოდა, პროექტი რო დავტოვე, ხალხმა მერე უფრო დამაფასა, იმიტომ რომ მე რასაც ვლაპარაკობდი, თურმე ყველაფერი 100%-ით სიმართლე ყოფილა. კი. დამეთანხმები ალბათ, რომ მოზარდობის პერიოდი ერთ-ერთი რთულად გადასალახი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი მოზარდი მოგმართავს რჩევისთვის. არის რამე ტენდენცია, რაც დაიჭირეთ თანამედროვე მოზარდებში, რა ტიპის პრობლემები აწუხებთ დღეს? დღეს მშობლები საკუთარ შვილებს არ იცნობენ. დღეს მშობლები საკუთარ შვილებს საერთოდ არ იცნობენ. მე მინდა ეს გააკეთო, მე მინდა ეს გააკეთო. მოდი ამ ბავშვს მოусმინოთ, ეგება როგორ სამყაროში უწევს ცხოვრება. ის რომ დღეს 16-17 წლის გოგო ბიჭებს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ
ვიღაცას გული გადაუშალა. Თორე შეიძლება ეს ყველაფერი მე რაღაც მეგობრებმა ბოროტად გამოიყენონ, დაქალებმა გოგოების ბოროტად გამოიყენონ, მშობლებს ამ ყველაფერს ვერ ელაპარაკება. და რაც უფრო დიდი ხანი გრძელვადიან პერსპექტივაში ინახავ ამ ყველაფერს, უფრო მეტად ტრამვას და უფრო მეტად გზაბავს. რამაც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები გამოიწვიოს მე უკვე 30 წლის ასაკში, იმიტომ რომ ეგზისტენციალური კრიზისი ადრე დაგეწყეს. შენი საკუთარი გამოცდილებით როგორ უნდა გადავალახინოთ მოზარდს ეს რთული პერიოდი? ჩემი საკუთარი გამოცდილებით და ჩემი პროფესიული კუთხით, როგორც ვეხმარები მოზარდებს, ეს არის, რომ პირველ რიგში რაც ყველაზე მეტად აკლია იმას ვაძლევ. Უსმენ. მიხდი, უსმენ. ყველაზე მთავარი ეს არის, რომ მოусმინოთ. საზოგადოებაში, ანუ მოსმენის კულტურაც არ აქვს ელემენტარული. ლაპარაკობთ იმისთვის, რომ უბრალოდ ვილაპარაკოთ. მოусმინოთ. მე უსმენ. შემდეგ ამ ყველაფრისგან ანალიზს ვაკეთებ და მიმართულებებს ვაჩვენებ. ბევრს გონია რომ ფსიქოლოგი გეუბნება ეს გააკეთე, ეს გააკეთე, ეს გააკეთე. არა. შენ როდესაც ემოციებში ხარ და რაღაცებს ლოგიკურად ვერ აფასებ, მე მაქვს ამისი ძალა უნარი შემწევს რომ გარედან შევაფასო შენი მდგომარეობა, ხო? გარედან როდესაც ამ ყველაფერს ვაფასებ, მიმართულებებს გაჩვენებ. თუ შენ ამას გააკეთებ, ეს მოხდება. არჩევანი შენზეა, რა ტიპის არჩევანს გააკეთებ. პასუხისმგებლობას თვითონ იღებ საკუთარ თავზე, რაც მე მენტალურად და ფსიქოლოგიურად უფრო აძლიერებს. როგორ ფიქრობ, დედამ, რომელიც შვილს უმამოდ ზრდის, როგორ შეიძლება აირიდოს ის პრობლემები, რომელიც მაგალითად შენ შემთხვევაში გქონდა? ძალიან რთული არის დედამ აღზარდოს ბიჭი. მე არაერთხელ მithkoms, დედამ ჩემს ყველაფერი გააკეთა. ეს იქნებოდა ფინანსები, ეს იქნებოდა განათლება, ჩაცმა ელემენტარულად იმ პერიოდში საჭმელი, ხო? ყველაფერი. რასაც ვერ დაუბრუნებ, იმიტომ რომ ჩემ განათლებაში ძალიან ბევრი ფული აქვს გადახდილი. მაგრამ ბიჭს მაინც ჭირდება მასკულინური მაგალითები. მე ამ ყველაფერს ქუჩიდან ვიღებდი. მე ამ ყველაფერს ფილმებიდან ვიღებდი. ეს ყველაფერი შეიძლება ჩემისთვის რაღაც გაუგებარი ყოფილიყო. აი დედები, რომლებიც ესე უმამოდ მათ ცხოვრებაში მამაკაცი არა, ვინც დაეხმარება რომ აღზარდოს, ძალიან რთული არის რომ ბიჭი მასკულინური გამოვიდეს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ხო ხდება რა სულისხმო. ძალიან ფემინინურები გამოდიან. ძალიან აი რაღაც კონფლიქტებს თავს არიდებენ ასე შემდეგ. რო გგონია რომ შენ შულს ახლა ყველაფერი უნდა მისცე, იმიტომ რომ შენ გვერდით მამაკაცი არ აკავს, ამ ბიჭს ზედმეტად ათამამებ. რეალურად სამყარო როგორი არის, ნახოს ამის საშუალება შესაძლებლობას არ აძლევ. ქალი ასწავლის ბავშვს სიყვარულს, მამა ასწავლის დისციპლინას. აი მარტო სიყვარული ბავშვისთვის ათამამებს და გრძელვადიან პერსპექტივაში რეალობას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ რაციონალურად შეაფასოს. ქალის ცხოვრებისეული გამოცდილება და მამაკაცის ცხოვრებისეული გამოცდილება ერთი არაა. დედა შენ ვერ დაგეხმარება იმაში ქუჩაში რომ პრობლემები გაქვს, ამის გამოცდილება არ აქვს, ვერ მოგიგوارებს, ხო? უამრავი მშობელი მოსულა ჩემთან და აი ჩემი შვილი არ მინდა ქუჩაში გავიდეს. რატო არ უნდა გავიდეს კაბოტო? უნდა გავიდეს. უნდა გაიგოს რა ხდება ქუჩაში. ფეხბურთს უნდა ითამაშოს, მეგობრებმაც უნდა უღალატონ. ეს გამოცდილებები უნდა გაიაროს. დედა რომელიც საკუთარ შვილს ზღუდავს რომ ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, მით უმეტეს ბიჭებს. მაგიტო ვთქვი რომ დღეს დედები ზრდიან სიმპებს მეთქი. ეგ ყველაფერი სიყვარულითაა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ან ვერ იაზრებს ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება დაანგრიოს საკუთარი შვილი. როდესაც არ აძლევ იმის საშუალებას რომ ნახოს სამყარო როგორია. ეხლა წარმოიდგინე ბიჭი რომელსაც არ აქვს იმის გამოცდილება 30 წლამდე, 35 წლამდე რომ ვიღაც უღალატებს. ალალი სულელი ადამიანი რომელსაც გონია რომ ყველაფერი ვარდისფერია ამ სამყაროში. მერე რო ცოლს მოიყვანს ეს ბიჭი, დედაზე დამოკიდებული არ იყოს და დღეს რა სიტუაცია არის საქართველოში? დედაზე დამოკიდებული ბიჭები, რომლებიც აჩოტებს აბარებენ, დედა ეს მოხდა, ჩემა ცოლმა არ ვიცი, ყვირილი დამიწყო, ის მოხდა, ეს მოხდა და ყველაფერზე დედა ყავთ ჩართული. ეს ყველაფერი ვისი ბრალი იყო თავიდან? აღზრდის სპეციფიკის მშობელის ბრალი, შემდეგ გამოვიდა ესეთი, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ანუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და სად მიდის მერე? და უფრო შორსაც წავიდეთ. საკუთარ შვილებს როგორ აღზრდის მერე ტიპი, რომელიც დედაზე იყო დამოკიდებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, როგორ აღზრდის? იგივენაირად. ანუ ეს ყველაფერი თაობიდან თაობას გადაეცემა და რას ვიღებთ? მაგით უარის რომ დღეს 21 საუკუნეში ტიპები მასკულინურები აღარ არიან. ძალიან ფემინინურები გახდნენ. დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებას. რამდენი არის რომ ემიგრანტი მშობელი ინახავს? 40 წლის ასაკში რომ არ ვიცი ემიგრანტი დედები ინახავენ. დღეს საქართველოს იგრე დგას. მოკითხვა ემიგრანტებს ძალიან დიდი სიყვარულით და იგავთ.
რეალიტი შოუში როგორ მოხდი? რეალიტი შოუში ჩემო მეგობარმა გააგზავნა CV, შემდეგ დამირეკეს კასტინგზე მივედი. მთავარი იდეა რაც იყო კასტინგზე ეგ არის, რომ არ უნდა დაკარგულიყავ, იმიტომ რომ კასტინგზე ვიყავი 16 კაცი. 16 კაცში რამდენად გამოჩნდები ასე შემდეგ. იდეა ეგ იყო. ნუ ეგ მე არ გამიჭირდებოდა, ალბათ ძალიან კარგად ხვდები. 15 კაცი ლაპარაკობდა, ის ნიკოლოზი, ის ფსიქოლოგი, ლორენცო ესი, შესაბამისად მთელი კასტინგი მარტო ჩემი სახელი და გვარი იყო, ხო? ძალიან ჩართული ვიყავი და ამიყვანეს ეგრევე. ყველაზე რთული რა აღმოჩნდა რეალიტი შოუში მონაწილეობაში? ყველაზე რთული აღმოჩნდა ის, რომ შენ შედიხარ სივრცეში, რაზედაც წარმოდგენა არ გაქვს, აი წარმოიდგინე კარები, რომელიც ან შენ ცხოვრებას დადებითისკენ შეცვლის, ან უარყოფითისკენ. მაგრამ ამ კარებში ადამიანები, რომლებიც შედიან, ალბათობა იმისა, რომ ყველა ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალოს, ამის ალბათობა ძალიან დიდია, იმიტომ რომ ეს არის რეალიტი შოუ, შენ იცი სადაც მოდიხარ, რეალიტი შოუში რა მოხდება, რა ტიპით შეიძლება გაშავდე, რა ტიპით ემოციები გამოამჟღავნე, აქ ვერაფერს ვერ მოიტყუები. მიხდი, ვერ მოიტყუები. შეიძლება ერთი კვირა მოიტყუო, მაგრამ სადღაც გაგიქცევა. როგორც გაიქცა ძალიან ბევრ ადამიანს. პირველი ერთი კვირა საკმაოდ დაძაბული იყო და სტრესული იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე არა ვარ ის ტიპი, რომელიც სახლიდან არ გადის პირიქით. მოძრავი ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გასვლა, გამოსვლა. ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ძალიან გაგიჭირდა, ხო? პირველი ერთი კვირა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ შეფასება იმის, რომ კამერა, პედრიჩკა მიერთებული არის. რა სიტყვი შეიძლება ეს ყველაფერი შენ წინააღმდეგ გამოიყენო, შეიძლება მაყურებელმა ეს ყველაფერი სწორედ ვერ აღიქვას, შეიძლება ბრჭყალებში ვთქვათ, იმდენად გაბანძდე, რომ გარეთ გასული შეგეშინდეს, მაგრამ რაც გავიაზრე ერთი კვირის თავზე და მეორე კვირას უკვე მაქსიმალურად გავიხსენი, ეს იყო რომ მე აქ ვერ ვითამაშებ იმას, ვინც არა ვარ. ეს ერთი. მეორე, მაყურებელს ვერ მოვატყუებ, იმიტომ რომ 24/7-ზე სტრიმზე ვიყავ და მესამე, რაც უფრო გულწრფელი ვიქნები, რაც უფრო ადამიანური ვიქნები და რაც უფრო მეტად შევეცდები, რომ საკუთარი თავის იდეალური ვერსია არ წარმოვაჩინო, მით მეტად შემიყვარებს მაყურებელი. მე იქ ხელოვნური ურთიერთობები არ დამიწყია, რომ მაყურებელზე მე მანიპულირა. მე რაღაცეები არ დამიწყია იმისთვის, რომ პროექტში გამეხანგრძლივებინა ყოფნა. ერთი კვირა, ორი კვირა. არა. მე სამართლიანად ვიბრძოდი მართლა, და როდესაც მაყურებელმა შეაფასა, რომ ეს ვაზელინი არ არის. უნიჭო რაღაცეებს არ ადგავს, რომ ვიღაცეებს თავი მოაწონოს. სწორედ ეგ არის, მაგრამ რეალიტი შოუ იმდენად გაძლევს ამის საშუალებას, რომ ეგეთი რაღაცეები გააკეთო. როდესაც პრიზი გაქვს დაუშვათ ან ბინა ან რაღაცა და ბოლომდე მიდიხარ, უკვე ფეხებზე იყიდებ რაღაცეებს. ჩემ შემთხვევაში ეგ არ მომხდარა. როცა იყო დაუშვათ ჩელენჯებზე რაღაცა შემოთავაზებები, რომ ისეთი რაღაც გამეკეთებინა, რაც ჩემ პიროვნულ ღირსეულ სოფმხედველობას ეწინააღმდეგებოდა. მე შუბლზე დილდოს ვერ დავიდებ და თამაშებს ვერ დავიწყებ. რომ ვიღაცებმა რგოლები მესროლონ და აქედან ისე ველოდო და ანუ ხო ხდები, რომ ეს ანახაობრივი იყოს. ანუ მე ამას ვერ გავაკეთებ. ჩემი ღირსება არ გამიშევს. ამ შოუს გამოცდილებამ რა გასწავლა ადამიანებზე? პროექტში მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება. ანუ მე 2 თვის განმავლობაში ვისწავლე ის, რასაც ვისწავლიდი ეხლა დაუშვათ 15 წლის განმავლობაში. იმიტომ რომ ის სტრესული ვითარებები, იმ ტიპის კონფლიქტები შეიძლება შენ ცხოვრებაში პროექტს გარეთ 10 წლის თავზე მოხდეს, რო შეაჯამო 15 წლის თავზე მოხდეს. მაგრამ წარმოიდგინე, რომ კვირაში მქონდა მე 70 კონფლიქტი. რამდენ რამე სწავლობ. მე 15 წლით ჩემი პრაქტიკა კიდევ უფრო წინ წავწიე და კიდევ უფრო ბევრი რაღაცები ვისწავლე, იქიდან გამომდინარე, რომ თეორიასთან ერთად ამ ყველაფერს პრაქტიკაში ვიყენებდი. ყველაზე უცნაური მომენტი რომელი იყო შოუში მონაწილეობისას? ბევრი იყო ეგეთი მომენტი. თუნდაც რა, ანუ ეგ არაერთხელ მომიყოლია და ყველა მიცის, როდესაც თქვი დეკონტენტი, გამაბრალეს რომ თქვი დეკოლტე და საკუთარ თავში რაღაცა კითხვები გამიჩნდა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რა ვთქვი და 4 ადამიანი მეუნება რომ გინდა თუ არა დეკოლტე თქვიო. მე საზოგადოებაზე манипуლირებენ. ანუ საზოგადოებას რასეუნებიან ჩემზე, რომ შენ ხარ ხამი რაღაცა ეს ის, ანუ გოგოები აქ არ უნდა იყვნენ, რა დეკოლტე გეჩვენება ყველგან რა ის. ხო ხდები რასაც გულისხმობ. მაგრამ საკუთარი თავი ადამიანებმა თავიანთი ველაპარაკით, თავიანთი გამოხდომებით, თავიანთი დამოკიდებულებებით იმდენად გაიშავეს, მაყურებელი ამ ყველაფერს უყურებს და ძალიან შავდები. რაც გრძნობდა ლორენცო გაღიმებული სახის უკან, როდესაც პროექტ ჰაუსს ტოვებდი? არ დაგიმალავ. 3 დღით ადრე ვიცოდი, რომ პროექტს დავტოვებდი. 3 დღით ადრე ვიცოდი, даже წინა დღისით ხუთშაბათი იყო, თინათინს ველაპარაკებოდი ჯავახასთან ოთახში, როდესაც გადავედი, ვემშვიდობებოდი უკვე. ხუთშაბათი დღე იყო, რომ ვემშვიდობებოდი. ანუ ვიცი, რომ ვერ დავბრუნდები, თუ ვერ დავბრუნდი, მენტალურად, ფსიქოლოგიურად იყავით ესე. როდესაც სოციალურ ქსელებში, როდესაც შევედი და ერთი კონკრეტული მონაწილის
მენტორებმა, რომლებიც ლიბერალური აზროვნებით გამოირჩევიან და მე კონსერვატორი ლიბერალური აზროვნების ადამიანებს რა თქმა უნდა არ მოვეწონებოდი და ტოქსიკურ მასკულინური ესეთი ბოროტი, ესეთი ისეთი რაღაცებს აგორებდნენ. სვეჟენცოსთან საუბარი, რომელიც მართლა იუმორისტული იყო და სასაცილო იყო, ყველანაირი ტიპის პირობა დაცული იყო, მსგავსი ტიპის შოუში, როდესაც ადამიანებს თავზე მართლა დილდოები ეკეთათ და მსგავსი ტიპით მანიპულირებს საზოგადოებაზე, რომ ვითომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდი არის. პროექტში მაშინ, როდესაც მე იქ ვიყავი 2 თვის განმავლობაში, მაგაზე უარესები ადამიანებს არ უყადრიათ, უარესები იკადრეს. შეროზია იყო, პაპავა იყო, ასე შემდეგ. ერთი კონკრეტული მონაწილის მენტორები, რომლებიც ჩემთვის უბრალოდ სასაცილოები არიან. არ გააჩნიათ არც ცხოვრებისეული გამოცდილება, არც ქარიზმა, არც ნიჭი. შეიძლება შინაგანად მოვწონდი ამ ადამიანებს, რომ უნდათ ჩემნაირები იყვნენ, მაგრამ აგრესია უჩნდებათ დემონსტრაციული. იმიტომ რომ იმ ტიპის პასუხისმგებლობები ან ცხოვრებისეული ევრისტიკული გამოცდილებები, რაც მე ცხოვრებაში გავლენილი, ვერ გაივლიან, მარტივად გატყდებიან და ეგ არის. შემომიტიეს. მე პროექტში ვერ გამტეხეს. ვერავინ ვერ გამტეხა პროექტში და დაჟე უკვე ღადაობა მიდიოდა იმაზე, ეს ხო წყობილებიდან ვერ გამოვიდა. მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება, რომ მოდი ამას გარედან რაღაცა თემა შევუკეროთ. ოპოზიციურ არხებზე წაიღეს ეს ყველაფერი, წარმოიდგინეს სექტა, მათრია ეს ყველაფერი, მინისტრებს ნიშნავდნენ. არ ხუმრობ, ლიბერალი ინფლუენსერებმა აიღეს ეგ კონკრეტული მომენტი, ჩააჭირეს რუსთავი 2-ს. მე როდესაც ნახე გადაცემებში, რომ ოპოზიციურ არხებზე რეალიტი შოუში ხარ და ჩემი ღადაობას სერიოზულად ათხრევენ, გეგმა შეიღო. მე ხდე მე პროექტს რომ მოვიგი, მე კონკურენტი პროექტში არ მყავდა. სრული ამპარტავნობის გარეშე ვიძახე. პროექტში მე კონკურენტი არ მყოლია და პროექტს რომ ფინალში დავჯდებოდი და მოვიგებდი, ეგ მონაწილეებმაც იცოდნენ. ამიტომ რა გააკეთეს? აზრი არა აქვს ამასთან არაფერს. ვერაფერს ვერ ვიზავთ. გარედან გააჩალიჩეს ეგ თემა რა. მაგრამ მაინც გამარჯვებული გამოვედი. მიხდი, კონკრეტული რაღაცა ფიტული არ არის ის, რომ აი შენ მე რა რომ მოიგე. ქარიზმა გააქვს, თავდაჯერებულობა გააქვს, ხალხს ისე უყვარხარ, როგორც არ ვიცი მე უყვარ ვარ თუ რა. თუ ისქილები და უნარები გაქვს იმის მერე რომ რაღაც ფიტული დაიჭირე ხელში, ხო? არა. ან საინტერესო ცხოვრება არა გაქვს გავლილი და მაინც ვერ იქნები ადამიანებისთვის საინტერესო. ანუ ეგა მედიაში გამარჯვებული გამოვედი. მართლა გამარჯვებული ვარ და ერთი წამით არ ვფიქრობ იმას, რომ გამარჯვებული არა ვარ. უფრო გამარჯვებული ვარ. რომ Prime House-ის ისტორიაში 6 სეზონის განმავლობაში მსგავს ტიპის ფაქტი არ მომხდარა. რაც ჩემზე მოხდა, მსგავს ტიპის ფაქტი არ მომხდარა. ანუ რამდენად ძლიერი ვარ, ეგ ყველაფერი საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა და კონკრეტულმა მონაწილის მენტორებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნეს, რამდენად ძლიერი ვარ. Stay fucking cold buff. როდესაც შოუ დატოვე, მოსალოდნელი იყო ჩვენთვის ხალხის ის რეაქცია, რაც ჰქონდათ, ანუ დადებითი განწყობა შენს მიმართ. პირველ კვირებში ეს ყველაფერი გასაკვირი იყო, იმიტომ რომ TikTok პლატფორმიდან ერთწუთიანი შორტი ვიდეოებიდან შეუძლებელი არის ადამიანის შეაფასო. ბევრს ეგონა რომ მე რაღაც იუმორი არ მქონდა, ბევრს ეგონა რომ მე რაღაც თუნდაც რაღაცა სიმღერის ნიჭი არ მქონდა, ცეგვის ნიჭი ასე შემდეგ. სკილები არ მქონდა რა. პროსტა ვიყავი გაბოროტებული ტიპი, რომელსაც ეს ყველაფერი არ აქვს და ვისაც აქვს ეს ყველაფერი იმაზე ბრაზდება. ჩემი ადამიანური მხარე როდესაც დაინახეს, ჩემი მანკიერი თვისებებიც, რაც არის პირდაპირობა, უხეშობა, მიმწოლი როგორიც ვარ, ხო? ეს ყველაფერი საზოგადოებამ შეაფასა, რომ იცი რა ჩვენ ვწდებოდით ლორენცოსთან დაკავშირებით და ეს აღიარეს. და როდესაც გარეთ გამოვედი და ამ ხალხის, ანუ ჩემი ჰეითერები ვინებიც იყვნენ, ყველა ჩემი გულშემატკივარი არის ეხლა. ერთვებოდა რა. ველოდი გარკვეულწილად, მაგრამ ეს ყველაფერი სურპრიზი იყო ჩემთვის. ველოდი გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდი რა საკუთარ თავთან პროექტში მართალი ვიყავი. აი ხო არის გარდამავალი პერიოდი, როდესაც ადამიანები ვწვევით, ვიძინებთ და ყველამ ვიცით, ვინ ვართ სინამდვილეში. ჩვენი მანკიერი თვისებებით ყველაფრით ასე შემდეგ, ხო? მე ზუსტად ვიცოდი პროექტში როგორი ვიყავი. მართალი ვიყავი, საკუთარ თავთან ვიყავი მართალი და ამ ყველაფერს ვიაზრებდი, რომ მაყურებელი დაინახავდა. სწორედ მაგიტომ უნდა არ ვიცი იმდენ ადგილას მეძახიან და იმდენ ადგილას მეპატიჟებიან, უბრალოდ ცოტა ხანი პაუზა უნდა ავიღო ჩემო ძირფასო მეგობრებო სუფრებზე და რაღაცეებზე, იმიტომ რომ ცოტა ხანი დავიღალე და ალბათობა იმისა რომ გავლოცდი, ამის ალბათობა ძალიან დიდი არის, ასე რომ stay calm. როგორ უნდა ამოვიცნოთ манипуляტორი ადამიანი? არსებობს რამე უნივერსალური ქცევა ან სხეულის ენა, რითიც შეგვიძლია რომ ამოვიცნოთ манипуляტორი ადამიანი? манипуляტორი ადამიანის ამოცნობა არც თუ ისე მარტივი არის, საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ეს ადამიანი სანამ შენ ცხოვრებაში შემოვა, მანამდე შენზე უკვე იმდენი რამე იცის და კონკრეტული მიმართულება გააჩნია, რითიც შეუძლია ეგრევე მოგნოსხოს. აი მაგალითად ურთიერთობაში ავიღოთ ესეთი რაღაც, თუ ადამიანი манипуляტორი არის, თუ შენი სისუსტეები იცის, რა ზღიზიანდები, რა აქტივა, რა ტიპის ემოციური გამოცდილებები ქონდა, ასე შემდეგ, ზუსტად ამ ყველაფერს შეგივსებს. манипуляტორი ჯერ ცდილობს შეგივსოს ის ყველაფერი, რაც გაკლია.
და შემდეგ ეს ყველაფერი გამოიყენოს თავის სასარგებლოდ. როგორ ადამიანზე არის შეუძლებელი манипуლირება? ადამიანი, რომელსაც მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და საკმაოდ კარგად იცის ფსიქოლოგია. შენზე უცდიათ манипуლირება? ყოველ დღე მედია манипуლირებს, ან ყველაფერი манипуლირებს. ცდილობენ ყველა შემთხვევაში, მაგრამ მე უკვე გააძრების უნარი მაქვს ისე, რომ რეალურად გავიგო რა არის სიმართლე და რა არა. ქალი, რომელსაც მოუწონვარ და მეუნება რომ 10-დან 3 ქულა ვარ, ეს манипуლაცია არის. თვით შეფასება დამიგდოს და მე დამოკიდებული გამხადოს მის შეფასებაზე. შენი საკუთარი გამოცდილებით დღეს, საქართველოს მასშტაბით ვისაუბროთ. ყველაზე ხშირად რითი манипуლირებენ ქალები კაცებზე და მამაკაცები ქალებზე პირიქით. აი გითხო. ქალის ყველაზე ძლიერი იარაღი პირველ რიგში ეს ამის სილამაზე, რითიც манипуლაციის მოხდენა ძალიან მარტივად შეუძლია. ეს ყველაფერი არ ვიცი, წერია, ონლაინ წიგნი არსებობს, რას ურთქალებს, სადაც მსგავსი ტიპის ტექნიკებს ყველაფერს ამოიცნობთ, როგორ манипуლირებენ. არის ცრემლები, ცრემლები ეს ყველაზე დიდი იარაღი არის манипуლაციისთვის, იმიტომ რომ ყველა კაცი უძლური ვართ მაშინ, როდესაც ქალი ტირის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტექნიკა, რასაც ესკორტები მიმართავენ დღეს, ეს არის რომ მამაკაცის იდენტიფიცირებას ახდენენ, რა აკლია ამ კაცს. დავუშვათ შეიძლება ეს მამაკაცი ურთიერთობაში იყოს. ცოლ-შვილი ყავდეს. და ეს იყოს უკვე 50 წლის. პრაიმს თავიდან მიცემს ეს ქალი. ისეთ რაღაცეებს ეტყვის, რაც მამაკაც თავს აგრძნობინებს, რომ მეფე არის. პრაიმში არის. ისევ არ არის 50 წლის, არა, ეს არის 20 წლის მონსტრი. ხო ხდები, ბევრი ტიპის ტექნიკა არსებობს, რაც ქალები იყენებენ, ეს 3, მაგრამ შეგიძლიათ კურსი შეიძინოთ რას ურთქალებს და იქ უფრო მეც გაიგებთ. Stay fucking cold. რაც შეეხება მამაკაცები, როგორ манипуლირებენ ქალებზე. მამაკაცების სტანდარტული манипуლაცია ეს სამწუხაროდ და ამ ყველაფერს სიმპები იყენებენ, ესაა თავის შეცოდება. მამაკაცების მხრიდან? კი, მამაკაცები ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად სტატისტიკურად თავსაცოდებენ ხოლმე. ან ურთიერთობაში შემოაქვთ ისეთი ტიპის პრობლემა, როგორიც არის, მე რაღაც შეიძლება მჭირდეს, შენ ამ ყველაფერს ეხა როგორც იქცევი ურთიერთობაში, შენ უარეს მიკეთებ, ანუ მეტად ცდილობ, რომ დამიზიანო ჯანმრთელობა, როდესაც მე გულის პრობლემები მაქვს დაუშვათ. რომ რაღაცით შეიცოდო, შემდეგ ეს შეცოდება სწორად გამოიყენოს, მერე დაუშვათ დაგიახლოვდეს. შენი აზრით რატომ გვიზიდავს ძლიერი ადამიანები, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოდის ხოლმე, რომ მაინც ვებრძვით მათ? ძალიან საინტერესო კითხვა არის. შენ შეიძლება კრიშტიანო რონალდუს აღიარებდე რომ ძლიერი რაღაცა ფეხბურთელი ასე შემდეგ შინაგანად, მაგრამ დემონსტრაციული აგრესია ქონდეს მის მიმართ მხოლოდ იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია იმ ტიპის პასუხისგებლობები აიღო საკუთარ თავზე, რა ტიპის პასუხისგებლობასაც ის იღებს. შენ გინდა მარტივად იყო გოუთი, ბრჭყალებში რო ვთქვათ, მაგრამ პასუხისგებლობას არ იღებ. პასუხისგებლობას რო ვერ ავიღებ, რა უნდა ვქნა? უნდა შევიძულო. მე შეიძლება დღეს ტიპებს, რომლებიცაც ჩემს მიმართ რაღაცა ნეგატიური, ისინი არ შინაგანად მოუწონდე. ბევრს უნდა საკუთარი აზრი დააფიქსიროს პირდაპირ. ბევრს უნდა იყოს ქარიზმატული რაღაცა თავდაჯერებული ტიპი, რომელსაც ფეხებზე კიდია რამდენია მისი ნაბნეგ და ბოლომდე აწვება. თუ შენ აკეთებ იმას, რისი კეთებაც დაუშვათ, კარგად გამოგდის და ამ ყველაფერში ძალიან მაგარი ხარ, შენს გარემოცოში ვიღაცა შენს მიმართ აგრესია გაუჩნდება, იცის რომ ძალიან კარგი ხარ. მიხდი, მაგრამ ვერ აიღებს, ვერ გარისკავს იმდენს. ვერ აიღებს იმ ტიპის პასუხისგებლობას. და სწორედ ეგ არის, რაც მე დემონსტრაციულად აგრესიას უჩენს შენს მიმართ. როგორ ფიქრობ, შენი პირდაპირობა არის ის თვისება, რის გამოც ყველაზე ხშირად არასწორად გიგებენ? კი. აი ყოფილა ეგეთი რაღაცა, როდესაც რაღაც მithქვამს, ამაზე ატეხილა ერთი ამბავი, არა ეგ იგრი არ არის, მაგრამ ის ადამიანი, რომელიც ლანძღავდა დაუშვათ სოციალურ ქსელებში, მე ყოფილა რაღაც 2 თვის მერე მოუწერია, რომ იცი რა, ხო, მართალი ყოფილხარ და ეს ყველაფერი ცოტა გვიან გავიაზრე. და ძალიან ბევრი ადამიანი არის ეგრე, რომელსაც რაღაცა რაც თქვი ეს ყველაფერი ძალიან პირდაპირი იყო. ეგრევე დაარტყა, ეგრევე დატრიგერდა, ემოციურად ძალიან ცუდად მიიღო ეს ყველაფერი, მაგრამ გარკვეული დრო გავიდა, დაფიქრდა, რომ იცი რა, ლორენცო სიმართლეს ლაპარაკობს. ანუ მიკი მოგებული ლაპარაკი არის. ხო, აი კომენტარებსაც რომ გადავხედე, ძალიან ბევრი მოგიხსენიებს როგორც ბოროტს და სიმართლე რო გითხრა ვერ ხვდები ხოლმე რა შუაშია სიბოროტე და პირდაპირობა ერთმანეთთან, მაგრამ ალბათ იმას გულისხმობდნენ, რომ ბევრ ადამიანს ურჩევნია რომ მიცხოვროს ტკბილ ტყუილში, ხო, ვიდრე მოისმინოს პირდაპირი სიმართლე. ხო, ტყუილი couple-ს გავს, ძალიან კაი არის. ძალიან კაი მოსასმენი არის ტყუილი. თუნდაც კონსულტაციაზე ადამიანი, რომელიც მოდის და მეუნება რომ პრობლემა მაქვს, უთხრა ის ყველაფერი რაც მას უნდა. მიხდი, ფინანსურად ყიდი საკუთართოს, მაგრამ იმ ადამიანს ვერ ეხმარები. მე სიმართლეს ვეუბნები.
შეიძლება სიმართლე რომელიცაც გეუნები ეს ყველაფერი მტკივნეული იყოს, მაგრამ მე გარანტიას გაძლევ. რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო ძლიერი იქნები მენტალურად, ფსიქოლოგიურად. მადლობას გადამიხდი 3 თვის მერე, 4 თვის მერე, იმიტომ რომ მე რეალურად მართლა დაგეხმარე. იყო შენ ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც საკუთარი თავი არ მოგწონდა? საკუთარი თავი ეხლაც არ მომწონს. ეხლაც არა ვარ მე, ჩემი საკუთარი თავის ის ვერსია, რომელიც მომეწონება, იმიტომ რომ ჩემი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ყოველთვის 10 წლით წინ არის. უფრო კარგი კომუნიკატორი არის, უფრო დახვეწილი არის, უფრო მეტი იცის ფსიქოლოგიაში, ფინანსურად უფრო მდგრადი არის, უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებაში ეცვა უკეთესობისკენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არის მაქსიმალისტი და არ მჯერა რომ თუ ფეხი ფეხზე გადავიდებ, გამვითარდები. ვერა. ყოველ დღე საკუთარ თავს უნდა მოვთხოვო მეტი. ყოველ დღე მინდა რომ 1%-ით უკეთესი ვიყო. და ბოლოს, შენი ცხოვრება რომ ფილმი იყოს, რას დაარქმევდი? ჩემი ცხოვრება რომ ფილმი იყოს, იქნებოდა ესეთი სათაურით. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო. მადლობა შენ საინტერესო კითხვებისთვის. იმედია რომ ამის შემდეგ მაყურებელი გაგიცნობს და დაინახოს შენს ნამდვილ სახეს. დღეს დაფნეს პოდკასტის სტუმარი იყო ნიკოლა ზლორია, იგივე ლორენცო. მან დაგვანახა დღეს ის მხარე, რომელიც ეკრანებზე საერთოდ არ ჩანს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჩაწერები მიმდინარეობს დაფნე პოდკასტ არეაში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი პროფესიონალური სტილის ვიდეოები, აქ გხდებათ სრული აღჭურვილობა იმისთვის, რომ შექმნათ ხარისხიანი კონტენტი. მეტი საინტერესო ვიდეოებისთვის ძალიან გთხოვთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიწერეთ კომენტარებში, ვის ისურვებდით შემდეგ სტუმრად. ჩვენ დროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. Stay fucking cold, bro.